მოგესალმებით პატივცემულო რადიოს მერელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია 7-9 და ვიწყებთ ჩემს საავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი. ეს იქნება მე-13, რომ იტყვიან საბედისწერო გადაცემა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს მიუერთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამას მიერთება არ ქვია, ამას ქვია გაუქმება, იმიტომ რომ არსად ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად სახელწოდება არ შეიცვლება, ისევ იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ანუ საუკუნოვანი უნივერსიტეტი, 104 წლის უნივერსიტეტი, რომლის 104 წლისთავი ვიზეიბეთ 16 იანვარს გააქრეს. მე მაინტერესებს, ან ბაქს რას ხსნიდნენ, ან ის მინისტრი იქ რას მოდიოდა, ან ძეგლებს რას ხსნიდნენ და როდის და როგორ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს კიდე შევეცდები, რომ კანონმდებლობის ეს ნიუანსები, იმიტომ რომ ზღვა ნაკადი მოდის სოციალურ ქსელებში, რომ ვინ ეკითხებოდა მინისტრს, რომ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რაღაც. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ასე ვთქვათ სახელოვანი გპl-ი, ამას ვიტყვი მე და ჩვენთვის ყველასათვის ძალიან ძვირფასი ჩემთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი ბატონი დავით თარხან-მოურავი. მოგესალმებით ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით და რას მოვესწარით ამას ბატონო დავით, რომ ამ საუკუნოვანი უნივერსიტეტის ის რაც არ გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ, ეს ამას ითხოვდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, არა მაინდა-მაინც ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას, არამედ ოპტიმიზაცია, კონსოლიდაციას და ამათმა დაიწყეს ყმადაღებული ილიანი იძახდნენ და ტექნიკური უნივერსიტეტი ამხელა უნივერსიტეტი 24,000 და მეტი სტუდენტით მიაერთეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთპიროვნულად. ეხლა მე ბატონო დავით ძალიან ვიცით რომ ეხლა დაუსრულებლად შეიძლება ჩვენს ისტორიაზე, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ 21 საუკუნეა გარეთ მიმართავ ეხლა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას და პარლამენტარებს, ვინც იმ კანონს ახალი წლის წინა დღეებში რო უყარეთ, კენჭიკდა 24 საათი არ დაჭირდა განათლების კანონში ცვლილებების შეტანას. აი ბატონო დავით, აგერ მაქვს მე ხელთ ეს ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე ხალხის საზოგადოება კითხულობს, რომ მინისტრმაო და მთავრობამო ერთპიროვნულადო როგორ მიიღესო. როგორ მიიღეს და ისე მიიღეს, რომ აქ რომ ჩაწერეს შეიტანეს ცვლილებები, ეს კანონი 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, ყაველაშვილმა ხელი მოაწერა და იქედან მოკიდებული პრაქტიკულად გაჩერებულია. ამად დოკუმენტებზეა ბატონო დავით დამოკიდებული, ქონება წაღებულია ყველა 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტის, მთავრობამ წაიღო ეს სახელმწიფო, შემდეგ რექტორები, ესეთი ცნება არ არსებობს, სააკაშვილმა რო გამოცა დეკრეტი და გააჩერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დემოკრატიულად არჩეული რექტორი, აკადემიური საბჭო, ყველაფერი ხომ იყო? აი ეს ყველაფერი გააჩერეს, აკადემიური საბჭოები, ფაკულტეტები, წარმომადგენლობითი საბჭო თქვენი ეხლა საუბრობ ხალხის გასაგონად და ტექნიკური უნივერსიტეტის გასაგონად გაუქმებულია და დროებითი ხელმძღვანელზეა საუბარი. დიახ, კანონი აძლევს მიქანაძეს ამის საშუალებას. იმიტომ არ კითხავთ თქვენ, მიმართავ ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობით საბჭოს, მიმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობით საბჭოს, რომლის წევრები არიან რექტორები, არ გკითხეს იმიტომ რომ აი ეს კანონი იძლევა ამის საშუალებას. უკვე მთავრობაშია გადასული კონკრეტულად პრემიერი დაგინიშნავ დროებით ასე ვთქვათ ხელმძღვანელს. აი ასე ქვია ეს. და ეს გაგრძელდება ალბათ მინიმუმ ერთი წელი მაინც, ბატონო დავით, სანამ არ მოხდება ყველაფრის ხელახლა ამ პროგრამების მოდიფიცირება, ეს შერწყმა, რეორგანიზაცია, ხალხის გაყრა. თქვენ ლოგიკას სად დაკარგეთ? მიქანაძე
ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ დიდი ხანია და მე ვერ წარმოვიდგენდი თქვენ თუ ამის იკისრება შეგეძლოთ ისეთი უწყინარი ადამიანი იყავით ჩემ კაბინეტში რომ მოდიოდით როცა მე ვიყავი საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე და თქვენი თვალით ხედავდი და აკვირდებოდით როგორ წვალობდი ამ განათლებასთან დაკავშირებით რა პროგრამები გამბოდა და გამქონდა და საკონსტიტუციო სასამართლოებში სარჩელი და ესენი თქვენ ყველაფრის საქმის კურსში იყავით როგორ წარმოვიდგენდი მაგას რომ მესაფლავე გახდებოდით სახელმწიფო უნივერსიტეტების არ უნდა მოიძებნოს ქართველი რომ ეს შეასრულოს რაც არ უნდა ზეწოლა იყოს გადადექით თელი თავრობიანად მოშორდით აქედან და ვინც იქ ვიქნებით ხალხის რჩეულები ვისაც მართლა სახალხო ხელისუფლება ჩამოყალიბდეს და მოვიდეს ის პოლიტიკური ძალები ვინც გონივრულ განათლება არის მთავარი რას აკეთებთ თქვენ მე ძალიან კარგად ვიცი ჯერ კიდევ შევარდნაძე მომიყვა თქვენ რო სადღაც დარბოდით რომ სოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ითხოვდა მეცნიერება და აკადემიის დაშლას კლუბად გადაკეთებას მერე არასამთავრობო ორგანიზაციად გადაკეთებას სანახევროდ გააკეთა ეს სააკაშვილმა არ გააკეთა შევარდნაძემ უნივერსიტეტების გაერთიანება კონსოლიდაციას ანუ შემცირება გაუქმებას რაც თქვენ დაიწყეთ და ხალხს მივმართავ ეხლა Facebook-ზე წერებს თავი დაანებეთ ყველანი გარეთ გადის ეს გაუშვით ეს სიუჟეტი სამარცხვინო ისა სიუჟეტი მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ იოანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს. გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. ეხლა მე მინდა გავმოხმაურო მიქანაძეს. ყველაფერში ცრუობს მიქანაძე, როდესაც ამბობს, რომ არ იგეგმება აკადემიური პერსონალის შემცირება. ეხლა ტექნიკურ უნივერსიტეტში არიან ლოგიკურად მოაზროვნე მეცნიერები და მუშაკები. იმიტომ რომ ტექნიკური განათლება აქვთ. რისთვის აერთიანებენ? შარმანაშვილი დეპუტატი გამოვიდა მაგათი დამქაში ქართული ოცნების, ჯერ შარმანაშვილი რატოა დეპუტატი? თავისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე? სახელოვანი ბიბლიის აქ ბიოგრაფია? და ამბობს რომ 150 მაგალითად 150 ინჟინერსო ანუ ამხელა უნივერსიტეტი არ გვინდაო და ისა 700 რო იყოს კიდე ხო თუ რაღაცას ისა რა ქვია ბოდავს და თუ მცირე რიცხოვანი ანუ არ არისო შრომითმა ბაზრის კვლევამო და ღრმა ანალიზმა აჩვენაო და როგორ ეხლა ვეკითხები მე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს როგორ არ შემცირდებით თქვენ როდესაც საერთოდ არ ყოფილა თურმე მსურველი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების. კარგით, ბატონო დავით, მოდით დავიწყოთ თავარი ისა რა ქვია, თავარი სათქმელი მე მგონი ითქვა, იცით ყველაფერი და რა სიტყვით ამ შექმნილი სიტუაციის შესახებ. მე მოკლედ მინდა გითხრათ რამდენიმე რამ. მე მგონი რომ ეხლა ჩვენ საზოგადოებას ჯობია რომ რაღაცა ინფორმაცია მივაწოდოთ ზოგადად, არა მარტო ამ საკითხებთან დაკავშირებით, ზოგადად განათლება, მისი მდგომარეობა, მისი მნიშვნელობა და მე დავიწყებ სულ სხვანაირად. ნახეთ, პირველი რაც მინდა გითხრათ. თუ ქვეყანაში 1000 კაცზე 2 მეცნიერი მაინც არ არის, იმ ქვეყანაში მეცნიერება კვდება. ეს ცნობილი სტატისტიკაა. ყველაზე მოწინავე ქვეყნები
ნუ მეცნიერების კუთხით იაპონიაზე მოწინავე ქვეყანა დღეს პლანეტაზე არაა. იქ 1000 კაცზე 10-12 მეცნიერი მოდის. ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილზეა მეცნიერების დონით და აქაც დაახლოებით 9-10 კაცი მოდის 1000 კაცზე. შემდეგ რომ მივყვეთ ახლა ცნობილი განვითარებული ქვეყნები, ყველგან იქ 6, 7, 8, 9, 10 კაცი 1000 კაცზე. თუ მე უკვე ვთქვი 2 კაცზე ნაკლებია 1000 კაცზე მეცნიერი, იქ მეცნიერება გვხვდება. საქართველოში საბჭოთა დროს იყო დაახლოებით 1.9 მეცნიერი და ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი, ამან შექმნა ქართული მეცნიერების ფენომენი. მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ქართულ მეცნიერებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდა სხვათა შორის. მართალია 31 ქარხანას იყო ჩართული, ელგუჯა იყო მეძმარიაშვილი, მეგობარი იყო ჩემი, რომელმაც შექმნა კოსმოსური რეფლექტორი, ანტენა, აი ქულგასავით რო გაიშალა კოსმოსში, ეს იყო ანტენა, რომელიც მზის ენერგიასთან მუშაობის საშუალებასაც იძლეოდა, კონცენტრაციის საშუალებასაც, აქედან დაწყებული და დამთავრებული წყალქვეშა მოძრაობის კონტროლის საშუალებასაც და ბალისტიკური რაკეტების გაშვების. ეს ყველაფერი სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდა. და ჩვენ იმის ნაცვლად, რომ გაგვეზარდა მეცნიერთა რაოდენობა, პირიქით დღეს ჩვენ 1000 კაცზე ერთი მეცნიერიც აღარ აქვს. მიზანმიმართულად ხდება ამის მოკლა, მაგრამ მეცნიერება საფუძველს იღებს უნივერსიტეტში. თუ უნივერსიტეტი არაა როგორც ბაზა, მეცნიერება არსად არ განვითარდება. ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის საუკუნოვანი ისტორიის სკოლის უნივერსიტეტები. მე არ მოვყვებ ეხლა ტექნიკური უნივერსიტეტი თავის დროზე, სხვა შორის სინამდვილეში 1917 წელს იყო შექმნილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი და უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტში იყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი. და აი ეს ინსტიტუტი ცალკე და ეს ფაკულტეტი ერთად გაერთიანდა და ამის ბაზაზე ჩამოყალიბდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც სრულიად 104 წლისაა, ჩემი გათვლით 109 წლისაა და არა 104, მაგრამ ეს არაა ეხლა პრინციპული საკითხი, პრინციპული ისაა, რომ ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მე ერთი პერიოდი ინდუსტრიალური ინსტიტუტი ერქვა, ისევ პოლიტექნიკური, ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტმა შექმნა სკოლა, უზარმაზარი სკოლა მეცნიერებისა, დაწყებული მანქანათმშენებლობიდან და დამთავრებული, აგერ უკვე ვთქვი მე, კოსმოსური ანტენებით. და რა თქმა უნდა, უზარმაზარი სკოლა შექმნა მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებისა, რომელსაც მათ შორის მეც წარმოვადგენ. და უდიდესი მეცნიერები ყავდა ჩვენ ამ სფეროში. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ განვავითაროთ მეცნიერება, ანუ განვავითაროთ ერთის მხრივ უნივერსიტეტების ბაზა, მეორეს მხრივ მეცნიერებათა აკადემიის განვითარებას შეუწყოთ ხელი, ჩვენ გვთავაზობენ სრულიად ახალ დოქტრინას, რომ თურმე ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით მოიმატებს რეიტინგი. რეიტინგის მომატება, ანკლება არ ხდება უნივერსიტეტების გაერთიანებით. ეს ხდება უნივერსიტეტების განვითარებით და არა გაერთიანებით. მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გასაგებია იყო სამოქალაქო ომი ქვეყანაში, ამ დროს ცოდნის დონემ ძალიან სერიოზულად დაიწია. მანამდე ძალიან მაღალი ცოდნის დონე იყო ჩვენ ქვეყანაში. ერთ-ერთი უდიდესი საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში, ძალიან ბევრი მეცნიერი მივეცეთ ჩვენ მსოფლიოს. მაგრამ სამოქალაქო ომის პერიოდში დაიწყო ვარდნა და მერე იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის პერიოდში ისევ აღორძინება დაწყებულიყო, იმან პირდაპირ დაიწყო განათლების სისტემის ნგრევა და დაიწყო თბილისის უნივერსიტეტით. ეხლა მოვიდა ქართული ოცნება, ჩვენი მედი გქონდა, რომ აქ ყველაფერი შეიცვლება და შეიცვალა ნამდვილად. ახლა ბატონი კობახიძე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა არის მეცნიერება, აი საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, ეხლა ბატონი კობახიძე აგრძელებს ამ უნივერსიტეტების ნგრევას, აი ამ ვითომ გაერთიანებითა, რომელიც რა თქმა უნდა ტყუილია, უდაოდ გაერთიანდება სხვადასხვა ფაკულტეტები, უდაოდ ფაკულტეტების გაერთიანების დროს შემცირდება პერსონალი სამსახურზე და ცოდნის დონე დავარდება ჯამურად. დავანებოთ თავი, რომ ვიღაცა ხალხი ეს გაერთიანება არა, ესა გაუქმება. ნამდვილად გაუქმება. არა ისახება. ნამდვილად გაუქმება. უნივერსიტეტი ნამდვილად გაუქმება. არა მარტო ის, რომ ვიღაცა დაკარგავს სამსახურს, ეს იმდენად დიდი ტრაგედია არა, რამდენად ისაა ტრაგედია, რომ ცოდნის დონე რეალურად დაეცემა. კი, და ქვეყანა განათლების სისტემა მორიგი ნგრევის მაგალითია ესა. და ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი და აკეთებს ამას არა ბატონი მიქანაძე, არამედ ამას აკეთებს ბატონი კობახიძე, რომელიც საერთოდ ყველა სფეროში შეიჭრა, აგერ გუშინ ახლა ახალი კანონები მიიღეს, რომ ვიღაცა კობახიძე ივანიშვილის გარეშე გააკეთებს არა, რა თქმა უნდა, კაცო, აქ ხელმწიფე და პრემიერ-ვეზირი ერთად მოქმედებენ, მაგრამ პრემიერ-ვეზირის იდეებია ეს ყველაფერი, აქ ამაშია საქმე, რა თქმა უნდა, ერთად მოქმედებენ. ეხლა აქ არის
საუბარი იმაზე, რომ მთლიანად მოვსპოთ ნელ-ნელა ეს განათლების სისტემა. იმიტომ რომ ავტორიტეტული და განათლებული მცოდნე არც ხალხი უნდა ამ ხელისუფლებას და არც პედაგოგები უნდა ამ ხელისუფლებას. და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან. აი დიახ ბატონო დავით, აი როგორი ჩახედული ყოფილხართ თქვენ დეტალებში განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის და კონკრეტულად მართვის საკითხებში. თქვენ ბრძანეთ, რომ აი ეს უნდა მეთქვა მე შემდეგ ის, რომ ნახეთ რას ამბობს ციტირებ ეხლა მიქანაძეს. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. თქვენ ბრძანეთ და აბსოლუტურად ეს შემთხვევაში ეს თავის მოტყუება, უკეთეს შემთხვევაში. დიახ, ხალხს მიმართავ ეხლა, ეს არის ხალხნოს აბსოლუტური ან უვიცობა, ან იციან და ტყუილი, შეგნებულად ნათქვამი ტყუილი დიდი სიცრუე, ან უვიცობა, უბრალოდ არ იციან ამდენი, ეხლა იურისტები არიან და რატო უნდა იცოდნენ მათ განათლების მართვის ისა თეორია და ან პედაგოგიკა და ან რაიმე. უნივერსიტეტების შეერთებით ისა რეიტინგების მატება არ ხდება. არავითარ შემთხვევაში ამ რეიტინგებს აქვს თავისი კრიტერიუმები, თავისი კანონმდებლობა, თავისი ისე და როგორ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რაც აკეთა საუკუნე 109 წელი და 104 წელი, იმას ყველაფერს გადმოიწერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? არა, ესე არ ხდება. ამათ გონიათ ის რეიტინგები ბატონო დავით რიცხვებში რომ არის იმას მიემატება მაგალითად თქვათ 10.5 ვერ მოხდება ეს ვერა აქ საქმე იმაშია რომ რა თქმა უნდა მსოფლიოში ხდება უნივერსიტეტების გაერთიანება ეს ჩვენ გვესმის მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი რომელიც დასაბუთებულია რომ რაღაც შედეგს მოგცემს და არსებობს გეგმა აქ სრულიად სხვა პროცესთან გვაქვს საქმე ერთ დღეში მიიღეს ეს გადაწყვეტილება რექტორმებს სინამდვილეში არ იცოდნენ ტყუილია რომ იცოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დღეს ისაუბრა რომ გუშინ გაიგო ეს ყველაფერი ღამე გვიან არავითარი არც გეგმა არის იმიტომ რომ კიდევ ამბობ არ შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ მოინდომოს გაერთიანება თუ მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები სხედან და ფიქრობენ ამაზე ხანგრძლივად და უცებ კი არა ხანგრძლივი მსჯელობის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ ეს რაღაც სიკეთეს მოგვიტანს ეს ერთია მაგრამ მეორეა როდესაც არანაირი მსგავსი მსჯელობა არ ყოფილა აქ სრულიად სხვა რამეშია საქმე თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იმართება რეალურად, არ არსებობს არანაირი სიტუაციური მართვის მოდელები, არ არსებობს ოპტიმიზაციის ამოცანები, ჩვენი ქვეყანა რეალურად არ გეგმავს იმას, როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა მომავალ წელიწადში, მომავალ 5 წელიწადში, როგორი სექტორები გვექნება, სექტორალური ანალიზი არ არის, ჩვენი ხელისუფლება არ გეგმავს იმას, რომ დაუშვათ ჩვენ ციფრული ტექნოლოგიების სექტორებს გავსდით 10%-მდე, საერთოდ არ არის. ჩვენ არ გეგმავთ, რომ რამხელა უნდა იყოს შენებლობის სექტორი, რატო უნდა იყოს შენებლობის სექტორი უფრო დიდი ვიდრე ციფრული ტექნოლოგიების, არცაც სოფლიოში ეს არ ხდება. ჩვენ არ გეგმავთ შესაბამისად განათლებამ, რა ტიპის სპეციალისტები უნდა მოგვიმზადოს. ხელისუფლებას უნდა კონდეს ოპტიმიზაციის ამოცანა გადაწყვეტილი და მან უნდა გითხრას, რომ 5 წლის მერე ჩვენთან აი ეს სექტორი ციფრული ტექნოლოგიების გახდება 10%. მეორე სექტორი, საერთოდ მეცნიერება ტექნოლოგიების სექტორზეა ლაპარაკი, იქნება ამდენი პროცენტი, მშენებლობა ამდენი იქნება. მომსახურების სექტორი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფომ უთხრას უნდა უნივერსიტეტებს, რომ მე მჭირდება ამდენი პროგრამისტი, ამდენი მათემატიკოსი, ამდენი ექიმი, ამდენი შემდუღებელი. ამას ხო არავინ არ ეუბნება უნივერსიტეტებს. იმიტომ რომ არ არსებობს რეალურად დაგეგმარება ეკონომიკის არანაირი. ეხლა გავაკეთეთო, ნახეთ, გაერთიანებული ყველაზე მთავარი გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. ესე იგი, გააკრეთ ეგ არ არის გაერთიანება ხალხს მიმართავ და მთავრობას უბრალოდ აიღეთ და გაუქმეთ ამ ხელა უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირველ ადგილზე სიდიდით დგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე ადგილზე სულ მცირე რიცხოვნობით ჩამოუვარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შემდეგ კიდე აგრძელებთ ისეთ ტყუილებს ამბობთ რომ აკადემიურ პერსონალს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ როგორ შეინარჩუნებთ თან ბრძანა მინისტრმა რომ
რომ ბაზრის კვლევა დასრულებულია, ბაზრის კვლევა ბატონო დავით დეკემბრის ბოლო შუა რიცხვებში ამათ დასრულებული ჰქონდათ. ბაზრის კვლევამ და ღრმა ანალიზებმაო ეს დაადგინაო მიქანაძემ თქვა დღეს ბრიფინგზე. არა, რას ნიშნავს ბაზრის კვლევა? რომ ვერ იარსებებს ცალკე ეს უნივერსიტეტი, ესე იგი ინჟინერიაზე ამდენი მოთხოვნა არ არის, ხო? ეხლა მიმართავ ხალხს. თუ მოთხოვნა არ არის, მაშინ იმის ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტთა კვოტები შემცირდება, ანუ რაც ადგილები იქნება ამ საინჟინრო ფაკულტეტებზე, ეს მომავალში შემცირდება და თუ სტუდენტთა კვოტები შემცირდება და სტუდენტთა მიღება შემცირდება, პროფესორ-მასწავლებლები შემცირდება. ამიტომ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუ დაუჯერებთ მაგათ, ესენი ურცხვად ყოველი საათისთვის იბრძვიან, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ყოველი დღისთვის იბრძვიან. თვითონ წინადადება ბაზრის კვლევა, მინისტრი ამბობს, რომ ბაზრის კვლევა დაასრულეს. თვითონ ეს წინადადება არაა კორექტული. კვლავ ამბობ, რა არის ეკონომიკა? ნებისმიერი ეკონომიკა შედგება სექტორებისგან. დღეს მოწინავე ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების სექტორი, ვთქვათ, იაპონიასა და ამერიკაში 30%-ზე მეტია. ჩვენთან 3% არ არის. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დასვას ოპტიმიზაციის ამოცანა. მან უნდა თქვას, რომ ციფრული ტექნოლოგიების სექტორს გავსდი უახლოეს 5 წელიწადში დაუშვათ 5%-მდე ან 7%-მდე. წვრილი მსუბუქი მრეწველობის სექტორს გავსდი იქნება ამდენი პროცენტი. მძიმე მრეწველობის სექტორი საერთოდ აღარ გვაქვს მძიმე მრეწველობა იქნება ამდენი. წვრილი და საშუალო მეწარმეობა ამ სექტორების ფარგლებში იქნება ამდენი პროცენტი. მშენებლობა იქნება ამდენი პროცენტი. მერე უნდა გადავიდეთ მეცნიერებაზე, განათლებაზე, ყველა სექტორის წვლილი და წილი თელ ეკონომიკაში პროცენტულად უნდა განისაზღვროს. ამის მერე ხელისუფლებამ უნდა დასვას ოპტიმიზაციის ამოცანა. რომელი სექტორის რა ამოცანები პირველ რიგში უნდა გადაიჭრას, რა ამოცანები მეორე რიგში უნდა გადაიჭრას, ანუ ყველა სექტორმა უნდა ამოცანათა სიმრავლე ჩამოაყალიბოს, ეს ამოცანები უნდა დაალაგდეს ოპტიმალურად პირველი, მეორე, მესამე გადაჭრის და ამის შემდეგ ხელისუფლებამ უნდა უთხრას განათლების სისტემას, რომ მე დამჭირდება უახლოეს 5 წელიწადში ამდენი პროგრამისტი, ამდენი მშენებელი, ამდენი ვთქვათ ქიმიკოსი, ამდენი არქიტექტორი, ამდენი ექიმი, ამდენი მასწავლებელი და აი ეს ყველაფერი ამის ბაზაზე შემდეგ განათლების სისტემა ამზადებს სპეციალისტებს. მსგავსი ამოცანა ჩვენ ქვეყანაში არა მარტო არ ისმება, ხელისუფლება საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, აი ამაზე რაც ახლა მე ვილაპარაკე. ეს საკითხები საერთოდ არ ესმით, აი გონება არ აქვს და ცოდნა რომ გაიგონ ეს. ამიტომ ჩვენ ქაოტურ რეჟიმში ვარ და რეალურად ვცდილობ დავანგრიოთ, ესენი ცდილობენ დაანგრიონ განათლების სისტემა ბაზრის კვლევის შედეგად მორიგ სისულელეს ჩავდივართ. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ისაა, რომ 3 წელი უნივერსიტეტში ზოგადი უმაღლესი განათლების კურსი უფასოდ მიიღოს აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდამ, ყველამ სავალდებულო უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ 21 საუკუნეა მეტი ცოდნა გვჭირდება. ამის ნაცვლად ეხლა ჩვენ ვანგრევთ ამ ინსტიტუტებს, ვაქრობ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ნამდვილად ფაკულტეტები შეერთდება, შემცირდება, ყველაფერი დანარჩენი ტყუილია და ცოდნის დონე დავარდება. აი ნახეთ ისა დავალაგებთო, ანუ ხალხს ამშვიდებს ეს რო გამოვიდა დღეს ეს მინისტრი და ეხლა მე ვეკითხები რა უნდა დაალაგოთ დათოს თქმის არ იყოს ბატონი დავითის ქაოსშია მთლიანად საერთოდ ქაოსში ხარ არა მარტო განათლებაში თელ სახელმწიფოში მე ვერ გავიგე რა აი სრული ქაოს ქმნის ყველა მიმართულებით ევროპის მიმართულებით ამერიკის მიმართულებით პოლიტიკის მიმართულებით იმის ყველა მიმართულებით აქეთ განათლება იქეთ ეკონომიკა ეხლა ციტატა ისევ მომყავს მინისტრის უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეული ანალიზის საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველი აკადემიური პროგრამების მეორე კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება STU-ს გაერთიანების შესახებ. ეს იყო ციტატა მიქანაძის დღევანდელი მინისტრის დასრულდა ციტატა. ეხლა ჩემი კითხვა შემხვედრი კობახიძე მიქანაძის წყვილს. გამოაქვეყნეთ ეს სიღრმისეული ანალიზი. გამოაქვეყნეთ. თქვენ ეხებით ჩვენი საქართველოს ისტორიას, აწყოს და წარსულს. ამხელა უნივერსიტეტებს ორივეს აზიანებთ და აერთიანებთ.
გამოაქვეყნეთ სიღრმისეული ანალიზი. საერთაშორისო პრაქტიკა რა პრაქტიკა? არანაირი ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, რომ ხელაღებით შეაერთოთ ყოველგვარი განხილვების გარეშე. ჯერ რეფორმა როგორ გაატარეთ? ერთი განხილვა არ ჩატარებულა უნივერსიტეტებში. შემდეგ კიდევ ვიმეორებ, საუკუნოვან უნივერსიტეტებს ანადგურებთ და სიღრმისეული ანალიზი გამოაქვეყნეთ. და საერთაშორისო პრაქტიკა ასეთი მე არ ვიცი პედაგოგიკის ისტორიაში და თქვენ თუ იცით იურისტებმა, არაპროფესიონალებმა, მაშინ გამოაქვეყნეთ. როდის აქეთ გახდით განათლების სპეციალისტები, იურისტები? ივანიშვილს მიმართავ, მოაშორეთ ყველა იურისტი განათლების სამინისტროს. მინისტრი, მოადგილეები, ვინც არიან იურისტები, დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის დაატოვეთ იურისტი მარტო იურიდიული დეპარტამენტში, იურისტები. ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ინტერესები. აგერ მე ან ბატონ დავითს ჩვენ არ ვიცნობთ ასე გრძელვადიანი, ახლა საუბრობ და უკვე რამდენი წუთია. რისი გრძელვადიანი ისინი გაქვთ თქვენ? ტექნიკისა და ტექნოლოგიების საუკუნეში ტექნიკურ უნივერსიტეტს ხურავთ? აუქმებთ საერთოდ. თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვა სჭირდება რომ განვითარდეს 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ისა და ერთი გამაგებინეთ თუ ინჟინრებზე არაა მოთხოვნა სიღრმისეულმა ანალიზმა ეს გვიჩვენო ბაზარმაო მაშინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რატო გახსნა ბიძინა ივანიშვილმა და ვეკითხები ეხა ბატონ ბიძინას თუ საქართველოში არაა ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლება საჭირო მაშინ თქვენი უნივერსიტეტის არსებობა ქუთაისში რატომ არის საჭირო არც თქვენთან არ იქნება მაშინ კადრები დედაქალაქში თუ არ მოდიან ბავშვები ქუთაისში წამოვლენ თუმცა იქ ინგლისურ ენაზეა და საერთაშორისო მომრავ და უცხოელები და არ ვიცი მე ჯერ ეგეც საკითხავია სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზეა საერთაშორისო უნივერსიტეტია თან ცალკე კანონი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტი და რატო უნდა ფინანსდებოდე თბილისი არაბებს პატარა ქალაქი ქუთაისი ქართველებს პატარა და იქ უნივერსიტეტი ხო ამბობდნენ ბატონო დავით 60,000 სტუდენტიო ქუთაისის უნივერსიტეტში ეხლა ამბობენ 30,000-იო ამ განათლების ვითომ რეფორმის და ამ გაერთიანების შედეგად რეალურად მოხდება შეიძლება ერთ თვეში და ორ თვეში არა მაგრამ ერთ წელიწადში ორ წელიწადში აუცილებლად მოხდება შემდეგი ფაკულტეტების შემცირდება მასწავლებლების და პედაგოგების რაოდენობა რა თქმა უნდა შემცირდება აუცილებლად გარკვეული შენობები გამონთავისუფლდება და გაიყიდება. ეს ფაქტობრივად ეს იქნება ბიზნეს პროექტი რეალურად, რომლის შედეგად საბოლოო ჯამში განათლების დონე სერიოზულად, ისედაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან დაეცა განათლების დონე და საერთოდ განადგურდება. რეალობა ეს არის, იმიტომ რომ აქ ფეოდალური სახელმწიფო შენდება და ფეოდალებს არ ჭირდება განათლებული ერი და ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ. ინჟინრები არ ჭირდებათ მით უმეტეს. მე ვფიქრობ რომ უნდა დავიწყოთ ჩვენ ვისაც შეხება განათლების სისტემასთან არა პოლიტიკური მოქმედებანი, არამედ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ პროფესორები, მასწავლებლები, საერთოდ ის ხალხი, ვისაც განათლების სისტემასთან შეკრება აქვს და მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ რაღაც საპროტესტო აქციებზე არა პოლიტიკურ, არამედ აი ამას დავარქვათ თუ გინდა განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროფესორ მასწავლებლების რაღაც საპროტესტო აქციებზე უნდა ვიფიქროთ, აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. კიდევ ციტატა ისევ მინისტრის დღევანდელი ბრიფინგიდან ჩვენი მიზანია განათლების სისტემაში გამჭვირვალეთ საზოგადოების ჩართულობით აი ეს ხო არის ბატონო დავით და ხალხს მიმართავ დაცინვა დაგცინიან გამჭვირვალეობა ხედავთ საზოგადოების ჩართულობით შემდეგ განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები ამის დადასტურება მიზნობრივ ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ აღნიშნა გივი მიქანაძემ ბატონო გივი ისე გააკეთე რეფორმა მთავრობასთან ერთად კობახიძემ რომ არავითარი მიზნობრივი ჯგუფი თქვენ არ ყოლიათ კონცეფცია მიიღეთ ჯერ ერთი შეხვდით სტუდენტთა მცირერიცხოვან ჯგუფს რომელსაც თან ეუბნებით თქვენ ეს არ გეხებათო მიზნობრივი ჯგუფი ამ შემთხვევაში როგორ იქნება სტუდენტები პირველ რიგში მიზნობრივი ჯგუფი თუ გვინდა ავწიოთ განათლების დონე პროფესორ მასწავლებლები რეფორმა ჩაატარეს და გამჭვირვალედ კი არა გაუმჭვირვალედ ჩაატარეთ
და თუ არსებობს ვინმე თავმოყარე პარტია, ხო? ეს არის სასამართლოს განსჯადი გაუმჭვირვალედ რო ჩაატარეთ თქვენ ეს რეფორმა. შეიძლება სპეციალური მუხლებია ბატონო დავით ეს სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს. ეხლა მიტინგია მე მგონი ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენი მეგობარი ეგ ვაჟა ოთარაშვილი პედაგოგი, ცნობილი მეცნიერი, თუ შეგვიძლია რომ ჩავრთოთ ან ტელეფონით მაინც კარგი იქნება. აი ტექნიკურ ჯგუფს მიმართავ თუ იქნებ შეგიძლია დაურეკოთ ვაჟას და დაგვალაპარაკეთ, შემოიყვანეთ ეთერში რომ გითხრას. ესე იგი, მათი მიზანია გაუმჭვირვალე პროცესები, მთავრობის. საზოგადოება არ არის ჩართული, ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმები. არავითარ მიზნობრივ ჯგუფებთან არ მიმდინარეობდა კომუნიკაცია. თუ ასეთები არიან, გამოაქვეყნეთ ის მიზნობრივი ჯგუფები. ნახეთ როგორ ცნობენ ბატონო დავით, აგერ არის განმარტებითი კანონი, ისა ბარათი კანონის და აქ წერია რომ არავის არც საერთაშორისო ექსპერტები, არც ეს სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნებია, კითხვებია, ხო იცით თქვენ ეს კანონთან ეს ახალი არ არის, ეს ხელისუფლება მთლიანად არის მათყო არა. არავისთან არაფერი არ ქონიათ კონსულტაცია და განმარტებით ბარათში წერთ რომ არავის არც შიდა ქართულ ექსპერტებთან, არც საერთაშორისო ექსპერტებთან და მომავალში ჩვენო გავაგრძელებთ რეფორმებს ღიათო. თქვენ ვერაფერს ვერ გააგრძელებთ რა. აქ მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ქართველი ერის მომსახურე ერად გარდაქმნა. აი ეს არის ხალხმა ეს უნდა გაიგოს. ამ საქართველოში თქვენ შვილებს მომავალი არა აქვს. ისევე როგორც 12 კლასი მოხსნეს და დატოვეს. რატო დატოვეს? იმიტომ რომ თავიანთი შვილები IB პროგრამები, ევროპული პროგრამები, რომელიც მუშაობს კერძო სკოლებში, არის 12 წლიანი. აი ამიტომ დატოვეს. და ეუბნებიან თითოეულს და მე იცით რა მიყვარს ბატონო დავით. თელი ხალხი წერს, აი 11 კლასი და 12 კლასი რო ერთად დაამთავრებს. ხალხნო, 100,000-ზე მეტი აბიტურიენტი იქნება. 100,000-ზე მეტი აბიტურიენტის კონკურსში საქართველოს ამ პატარა საქართველოს ეგ არ მოსწრია. თქვენი შვილები გაიმარჯვებენ? რატო წერთ მაგას რომ 11 კლასს დაამთავრებს? არც ერთმა არ უნდა დაამთავროს 11 კლასი. ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა მოითხოვოს 12 წლიანი განათლება. ხო დაუშვეს ეს თავიანთი შვილებისთვის და ისარგებლეთ. ნუ ჩვენ ვხედავთ რომ ეს ხელისუფლება უკვე მე-13 თუ მე-14 წელიწადია და ბოლო 5 წელიწადი როგორც მინიმუმ, აქამდე კიდე და ბოლო 5 წელიწადი საერთოდ ყველაფერს ანგრევს გარშემო. ყველაფერს, რასაც ეხება, ეხა კანონები იქნა გუშინ საერთოდ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, მე ვისაუბრებ ამაზე ხვალეც. გუშინ აი ვაჟა ახაზე ოთარაშვილი და მოусმინოთ ვაჟას. ბატონო ვაჟა. ეს გამარჯობათ, მოგესალმებით, ეხლა ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდის აქცია. დღეს დილით გამოაცხადა მინისტრმა იდიოტური წინადადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შეერთების თაობაზე. ნუ რა თქმა უნდა, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, აღშფოთებულები გამოვიდნენ ადმინისტრაციული კორპუსის წინ, შეიკრიბა დაახლოებით 500 ადამიანი. ეს არის ფაქტიურად განათლების სისტემის დაანგრევა, ეროვნული განათლების სისტემის დაანგრევა. ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს მოგეხსენებათ განათლების რეფორმის პროექტში, როგორც ეწერა 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელიდან 17 შენობა ნაგებობები უნდა გაიყიდოს და 2 დარჩეს. დაახლოებით ამის შედეგად 80% პროფესორ მასწავლებლებისა შემცირდება და ეხლა ეს გადმოაგდეს ესეთი კამანდაბა, როგორ შეხვდება ამას საზოგადოება, ისევე როგორც თქვათ ნელ-ნელა დაიწყეს არაბული სოფლების მშენებლობა ლოკალურ ადგილებზე, ხო? ჯერ თქვათ ბაზალეთზე, ჯუგაანში და ასე შემდეგ. ეხლა უცბად ორ არაბულ ქალაქს აშენებენ. ასეთი გადმოგდებული კამანდა ეხლა უმაღლესი სასწავლებლების გაუქმების თაობაზე. იგივე ბედიელის კონსერვატორიას, იგივე ბედიელის სამხატვრო აკადემიას, იგივე ბედიელის თეატრალურ ინსტიტუტს და ასე შემდეგ. ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სიონისტური გეგმის განხორციელება, ღიად უნდა ითქვას. ეს არის პირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი უგანათლებულესი და ყველაზე დიდი ინტელექტის და კულტურის ერი, რომელსაც უხსოვარი დროიდან ფაზისის აკადემია ჰქონდა, იხალთოს აკადემია ჰქონდა, გელათის აკადემია ჰქონდა, აი ამ ქვეყანას უნგრევენ განათლების სისტემას. აი ამ ქვეყანას უშლიან მთლიანად ამ 104 წლის იუბილე იზეიმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაახლოებით 2 კვირის წინ, უпростоრად 16
იანვარს გაიმართა ეს ზეიმი, მაშინაც მოვიდა ეს რა ქვია მიქანაძე, მაგრამ საკითხავია ამ მიქანაძეს რა განათლების გამოცდილება აქვს, რომელი ლექციების მკითხველი ლექტორი იყო, რომელი გამომგონებელი იყო. არის ჩვეულებრივი მარიონეტი შემსრულებელი ამ გაკვეთებისა, რომელსაც ასრულებენ ეს ბოროტი ძალები, რომელსაც დავალებულია ქართული სახელმწიფოს დანგრევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალის ალბათ 100% წინააღმდეგია ამ გადაწყვეტილებისა ხელისუფლების და არ შეეგუება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან. რასაც მოყვება უამრავი ფაკულტეტის გაუქმება, პროფესორ მასწავლებელთა უმუშევრად დარჩენა, თან ახლა ნახეთ როგორ ვერაგულ წინადადებას გთავაზობს ეს ეგრეთ წოდებული მინისტრი, რომ ვითომ ესე იგი ხელფასებს მოუმატებს პროფესორ მასწავლებლებს, ვითომ რაღაცა ლაბორატორიები უკეთესი იქნება და ასე შემდეგ. ანუ ჩვეულებრივი სიაფანდობა ქოცატყუილებისა, რასაც ამდენი ხანია ვისმენთ ჯერ ნაციონალური რეჟიმის, ფაშისტური რეჟიმის მიერ, ეხლა ქოციოსტანის ფაშისტური რეჟიმის მიერ. ეს ორი რეჟიმი ანადგურებს ქართულ ცნობიერებას, ქართულ განათლების სისტემას, რომელიც 2004 წელს ალექსანდრე ლომაიამ დაიწყო, ესენი აგრძელებენ ბჭყალებში წარმატებით ჩვენი მომავალი თაობის გასანადგურებლად. აი ეს არის ჩემი პოზიცია. და მთელი ერი უნდა გამოფხიზლდეს, იმიტომ რომ ეს არ შეეხება მარტო გეპეის, ეს არ შეეხება მარტო დედა უნივერსიტეტს, ეს ყველა უმაღლეს სასწავლებლებს ეხება და იგივე პროცესები გაგრძელდება. უკვე გაჟღერდა კიდე ჩერეთლის უნივერსიტეტი ქუთაისსა უნდა შეუერთონ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ განათლებული ხალხი არ ჭირდება, დასრულებენ სოფლიო ბოროტი ძალების დაკვეთას, ჭირდებათ მხოლოდ შეშის მჭრელები, ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩამსხმელები, ოფიციანტები და ასე შემდეგ. ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნდა, აღარ ჭირდებათ. ერი უნდა დადგეს ფეხზე, რომ დაიცვას თავისი მონაპოვარი, თავისი წინაპრების, განათლებული წინაპრების მონაპოვარი. მადლობა. ვაჟა, არ გახვიდე ეთერიდან. მე და თქვენ ვესწრებოდით იმ საზეიმო შეხვედრას. მინისტრი რომ იყო მობრძანებული. ეს იყო 16 იანვარს. ეს გადაწყვეტილება ხო იცოდნენ, ღრმა ანალიზები უტარებიათ და რაღაცა. რატო არ გამოაცხადა იქ? მაგარი ბიჭი თუ იყო, ვერ გამოაცხადა? რექტორი აცხადებს, რომ წუხელ საღამოს გაიგო ეს ამბავი. მანამდე არ იცოდა. თუმცა იქ რატო არ გამოაცხადა? არ გამოაცხადეს, იმიტომ რომ ვაზელინი აქვს სასმული ამ თავრობის ეს ადგილზე შესაძლებლად. არა, ამიტომ არ გამოაცხადეს. მიქანაძე აი არის მიზეზი. ესა თორე მე და შენ ერთად ვისხედით ეთერში, როდესაც ჩვენ საქართველოს გავაგებინეთ, სხვათაშორის ჩვენ გამოსვლას 2 დღეში ქონდა 270,000 ნახვა. და ყველას გავაგებინეთ რაც ხდებოდა. მე დღესაც განვაცხადე, ეხლა რა თქმა უნდა პროფესორ მასწავლებლები აღშფოთებულები არიან, ღვაწლმოსილი ხალხი, ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც ათასობით თაობა აღზარდეს საქართველოში 500,000-ზე მეტია გპი ტექნიკური უნივერსიტეტი დამთავრებული, რომელთა ხელით აშენებულია სახლები, სასახლეები, ხიდები, გვირაბები, მეტრო და ასე შემდეგ, რომლებსაც ლექციები აქვს წაკითხული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი გამოგონებები მსოფლიო დონისაა. და ამ ყველაფერს აუქმებენ. აი ამაზეა ლაპარაკი. და რა ქვია, მე ვერ ვხედავ თუ ერი არ დადგა ფეხზე და ყველა ინტელიგენცია არ დადგა ფეხზე, ამ საქმეს ეშველოს, იმიტომ რომ აქ გაერთიანებაა საჭირო. აქ ეხლა ვიღაცა მარა თქვას, რომ პარტიული იმით და არავით არის პარტიული, აქ არის საქართველოს ყოფნა არ ყოფნაზე ლაპარაკი. აი ჩვენ რომ ვაპატიეთ ზუსტად ის რომ კოჯორტაბახმელასთან არაბული სოფელი ააშენეს, ჯუგაანთან ირანული სოფელი ააშენეს, ბაზალეთის ტბაზე 5 სოფელი ააშენეს და ხალხმა ხმა არ მოიღო. აი ისა რა ქვია, აი სწორედ ამის ბრალია, რომ ესე იგი ინერტული საზოგადოებას გადაუარეს პოლიტიკა. ისე ბატონო ვაჟა და ბატონო დავით, ამ უნივერსიტეტების გაერთიანება ეს უბრალო საქმე არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა სიტყვით ამის? რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, აბარა. პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის განათლების სისტემის განგრევა და მოშლა. და ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
რა თქმა უნდა. მიზანმიმართული დანაშაულია, კაცო, მიზანმიმართული დანაშაულია. ეს არის ერის წინაშე ისეთი დანაშაული, იმიტომ რომ უნივერსიტეტის შექმნას, აღშენებას, რომელსაც თაობები შეეჭირა, ათეული წლები ჭირდება, მისი ტრადიციის, მისი გეგმის ჩამოყალიბება, დანგრევას არაფერი არ უნდა. უფალი ამბობს, ვაი იმას, ვინც ანგრევს. ესენი ანგრევენ, ამათი აშენებული არ მინახია მე არაფერი. აი ამაშია საქმე. ისტორიას გვპარავენ, გვიუქმებენ, ვისა აქვს უფლება. ეს ორი უნივერსიტეტი არის ჩვენი ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, კულტურის და სრულიად უნიკალური აკადემიური წარსულის და აწყოს მატარებელი პლატფორმა. კი ბატონო, ხდება წერტილოვანი დაარტყმები ზუსტად იმ ეროვნულ წერტილებზე, რომელიც უნდა მოშალონ. დააკვირდით, დარტყმა იყო სააკაშვილის დროს შემოქმედებით კავშირებზე, მაშინ ხო? გაკიდეს გარკვეული შენობები. ნუ მაშინ უნივერსიტეტზეც გასა პირველი დარტყმა განათლების სისტემაზე, იმიტომ რომ მომავალ თაობას ჯერ ისედაც დაავიწყეს ამ პროგრამებით ვისი გორისაა და ეხლა ფაქტიურად მთლიანად ანგრევენ, ანუ მეცნიერ სამეცნიერო პედაგოგიურ პოტენციალსაც ყოფენ, გესმის? ეს ხალხი საწავა რა, ელიავას ბაზრობაზე ხოლმე გაკიდოს ცელოფანის პარკები. საგო, ხო თქვა, ისა წავლენ საზღვარგარეთ და ამათაც ეს უნდა მთლიანად უნდათ რომ დაწავონ. კი, ეხლა ხო და მე გავაშერე მანანა რომ სიმართლე თქვით გიცი რა, თავრობის პროგრამაში, რომელსაც ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა ქვია, დაწერია 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან 17 უნდა გაუქმდეს. 80% მჭირდება პროფესორ მასწავლებლების და სამეცნიერო პოტენციალს. აი ეს უთხარით ხალხს, კაცო. რომ იცი რა, ესე რბილად ეუბნებიან, რომ პროტესტი არ გამოხატოთ, იცი ჩვენ მოვილაპარაკეთ და ასე და იმგვარად არაფერი ბატონო. გაჯექი სახში ესენი ხვალ მოხვალ და როგორც კინოთეატრი რუსთაველი დახვდა, რომ არაბების ოფისი იყო, ისე დაგხვდება გპი ღმერთს მარახნას არაბების თუ ირანელების ოფისად. ეს არის რეალობა. ეს გაერთიანება არის სამარცხვინო სვლა და ჩვენი ღირსების სრულიად ერის ღირსების ეს არის ღირსების შებრალვა. ეს არის ღირსების შებრალვა იმის მაგალითად რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაუძლო ყველანაირ გამოწვევებს, ყველანაირ სამოქალაქო ომებს, ყველანაირ გაჭირვებას, უშუქობას, უხელფასობას, კუპონობას, ტყუების ზუზულს, ჩამქრალ აუდიტორიებს და ყველაფერს იმის მაგალითად რომ მადლობას ვეუბნევდეთ ამ ხალხს, რომელმაც შეინარჩუნა ეს ტრადიცია და აი 104 წელი ზეიმა იმ დიდ ტაძარსაც ვანგრევთ, რომელსაც ქვია ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც გპი ქვია. და მე მიამახება რომ 54 წელია გპი-ელი. ბატონმა დავითმა 2 წუთის წინ რომ დანაშაულებრივი ნაბიჯიაო. დიახ, ეს არის დანაშაულებრივი ნაბიჯი. ეს არის დანაშაულებრივი ნაბიჯი ერის წინამდე მიმართული. ეხლა მაშინ დარჩით და ბატონო დავით, ჯერ თქვენ კითხავთ და მე თქვენც უპასუხეთ ბატონო ვაჟა. გამოსავალი, აი რითი უნდა დავიწყოთ ჩვენ მოქმედება? ეხლა ძალიან ცოტა დრო დარჩა. პირველად შემიძლია მე ვთქვა, ეხლა რაც ვილაპარაკე იმის გარდა რომ მე ვფიქრობ, რომ პროფესორ მასწავლებლები და საერთოდ ის ხალხი, ვისაც შეხება განათლების სისტემასთან და იცნობს ამ სისტემას, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და დავიწყოთ რაღაცა ესეთი საპროტესტო აქციები. ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ, ეს უნდა მოვიფიქროთ. აუცილებელია, რომ ჩვენ აუხსნათ ხელისუფლებას დღესაც და ხვალაც აპირებს გპი შეკრებას, დღესაც და ხვალაც. ნუ დღეს ეხლა შეიკრიბეთ ხო იქ რამდენადაც მესმის მე? კი. ხო და უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ რაღაც ამას ფართო ხასიათი მივცეთ. სულ ყველა უნდა ჩავრთოთ ამ სფეროში, ამ საკითხში ყველა ვინც ამ სფეროსთან შეხებაშია. სასამართლო? სულ არა, ჯერ უნდა დავიწყოთ ის რომ დავანახოთ ხელისუფლებას რომ არავის ეს არ გვინდა ჩვენ. არავის არ მოწონს ეს. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა აქ თავარია რომ გამომსვლელი წინააღმდეგი იყო. აქ თავარია რომ გამომსვლელი იყო წინააღმდეგი. აბსოლუტურად ყველა პროფესორ მასწავლებელი წინააღმდეგი იყო. გასაგებია, თავარია რომ ამას მივცეთ რაღაცა ხასიათი მუდმივ მოქმედი. არა ერთხელ შევიკრიბეთ, დავიშალეთ, არამედ ჯერ ერთ უნდა შევიკრიბოთ და მოვიფიქროთ მოქმედების გეგმა და ხშირია ესეთი გამოსვლები არის საჭირო. უნდა დავანახოთ რომ ყველა ამის წინააღმდეგია, ყველა.
აი ეს არის თავარი. ჩემი აზრით. კარგით. კარგი, გეთანხმებით ბატონო დავით, გეთანხმებით. აქტიური მოქმედებებია საჭირო. კარგით, დაგემშვიდობებით ბატონო ვაჟა, დაგემშვიდობებით და რაღა დაგვრჩენია, მე მივმართავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, ასევე მივმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, აკადემიურ საბჭოს და რაც თავარია სტუდენტობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისევე ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების, რომ არ უნდა ავყვეთ და ჩავყვეთ ხელისუფლებას ამ ბინძურ და რაღაც გაუთვლელ და დაუსაბუთებელ თამაში, რასაც უნივერსიტეტების კონსოლიდაცია, ოპტიმიზაცია ჰქვია და რასაც ესენი რეფორმას არქმევენ. ამ შეერთებით ორივე უნივერსიტეტი დაიშლება ბატონ დავით. რა თქმა უნდა, არაფერს სიკეთეს არ მოგვიტანს. ბოლოს რა ეხას 50 წამი დაგვრჩა. უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ, უნდა გავერთიანდეთ. მე ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც ესმის განათლება რა არის, ესმის რომ ეს არის მორიგი უბედურება, რასაც ეს ხელისუფლება გვიმზადებს და არაფერს სიკეთეს ეს არ მოიტანს. და ერთი მინდა გამოკვეთილად თქვა, ბოლოს თქვენ კი თქვით, ეს შენობები გამოთავისუფლდება ტექნიკურ უნივერსიტეტსა ყველაზე კარგ ადგილზე და შთამბეჭდავი შენობებია, მაგას ალბათ არც დაანგრევენ ზოგიერთ კორპუს უმეტესობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მერე კიდე ამ უსახურ შენობებს ააშენებენ და ასე შემდეგ. ეს არ უნდა დავანებოთ ჩვენ ამ ხელისუფლებას. ჩვენი დრო ამოიწურა და მშვიდობებით დავემშვიდობოთ. ეს იყო მე-13 გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ, მაგრამ გადაცემათა ციკლი უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი. მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დავით თარხანმოურავი, ჩართვით საუბრობდა ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი მე მანანა ნიკოლაიშვილი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე შაბათს 5:30-ზე გაიმეორებენ ამ გადაცემას.